ფულის გამო ხანდახან ისეთ სისულელე გადაწყვეტილებას აი მე დღემდე არ მეხსოვს ვოლკანოვსკიმ შორტნოუზე რატო აიღო მახაჩევთან ჯგუფი. დიდი ფულის გამო თუ სიმართლე გითხრათ 7 წლიდან MMA ცოტა მიცოდები 7 წლებში ცოტა გომში რო დადგნენ ანუ ეს ერთი დივიზიონის მებრძოლები არ იყვნენ ძმა. მოგესალმებით, ეს არის კლუბი ნომერი 4. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კლუბში. დღეს ძალიან საინტერესო სტუმარი გვყავს, რომელსაც თითქმის შემთხვევით გადავაწყდი. არც თუ ისე შემთხვევით, მაგრამ მოკლედ გეტყვით, რომ გიორგი სანგანდელიძეა ჩვენთან, ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს პრიზიორი, მეორე ადგილოსანი თავისუფალ ჭიდაობაში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან აგვიხსნის როლს ჭიდაობისას MMA-ში და ზოგადად ვისაუბრებთ MMA-ზე. გიორგი, როგორ გრძნობ თავს, როგორ ხარ? მადლობა, პირველ რიგში მოწვევისთვის. მივესალმებით თქვენ მაყურებელს. ვიცი რომ გიყვარს ხო? MMA-ის გულშემატკივარი ვარ, აქტიური. რავი, მე მგონი ყველა მოჭიდავე დღეს MMA-ს უყურებთ და განვიხილავთ ასე ვთქვათ. იცი რა შეგითხო და უსურგიოს რომ 1-5 წელიწადში თქო აი 10 ბავშვიდან უფრო მეცის მოჭიდავეობა მოუნდება თუ MMA-ის მებრძოლებაო და MMA-ის მებრძოლებაო მითხრა და შენი აზრით აი მიზეზები რა არის მაგის გიო მაგით რო დავიწყოთ. მიზეზი ის არის რომ მეტი პოპულარობა აქვს ხო MMA-ის. რაც არ უნდა ვთქვათ მაინც ეხლა კი იყო UFC-მ და იყო ეხლა ხო MMA ხო მაგრამ UFC-მ რაღაცა ბუმი მოახდინა მთლიან კავკასიაში არა მარტო საქართველოში ხო ყველა MMA-ს უყურებს და მაყურებელია და ჩვენ და სამწუხაროდ ჭიდაობას იყენებენ უკვე ანუ საწყის ეტაპზე ანუ ბაზა ავიღო ჭიდაობის და მე MMA-ში გავაგზავნო ჩხუბი ხო და ისედაც UFC-ს რომ ავიღოთ ხო რამდენი მოჭიდავი არის ხო იქ ამერიკელები ხა ზოგადად ჩვენი ჭიდაობა ამერიკული არის ხო და ამერიკაში ხა როგორც ჩვენთან ფიზკულტურა ისწავლება სკოლებში ისე ისწავლება კოლეჯებში თავისუფალ ჭიდაობა აი MMA-ის როლში კარგად ჩანს აი ბოლო ივენთიც კავკასიური დერბია ერქვა და კარგად ჩანს ბოლო რაღაც 5-6 წლის განმავლობაში რამდენად წინ წაიწია ამ MMA მებრძოლებმა რომელსაც აი ფუნდამენტად აქვს ჭიდაობა და ეს რაღაცა ძალიან დიდი უპირატესობად იქცა და ну ლოგიკურიც არის რომ ეს ჭიდაობის როლი გაიზრდება და ფაქტიურად დამღუპველია ხო ანუ როცა არ გაქვს ანუ დაღუპული ხარ აი რომელი მებრძოლი არსებობს ჩემი აზრით ეგრე არის კი აი მე ერთ-ერთ რამეს გეტ ადესანია გაძრა მარტო რო კამარი ჩხუ პერეირაც მაგრამ როგორც კი განვითარდა ეს ჭიდაობა და უფრო ანუ ჭიდაობა მოიცვა MMA-ი ასე ვთქვათ ადესანია კი ვიცით ახლა ხო ბოლო ბრძოლები ხო ნუ პერეირამ ისევ კიკბოქსინგით მოუგო და მე დუპლესი მათ გაგუდა და იყო მაგრამ დუპლესის მოჭიდავეს დაუძახებ გიო მოდი ვთქვათ რომ პერეირას მოჭიდავი არ შეხვედრია ჯერ და ჩაინიშნა ხო აი ანკალაევი და რომ იჩხუბებენ აი მე ანკალაევი არის ფავორიტი კი და აი არის ალბათ საუკეთესო შეკითხვა გიოსთან რითიც შეგვიძლია რომ საუბარი დავიწყოთ ანკალაევის ბრძოლები დარწმუნებული ვარ რომ ნახი გაქვს პერეირას ხო თავისთავად და რას ხედავ გიომან და რა ხცი ანკალაევს რაც შეეხება ანკალაევი ეხლა ხაბიბის სკოლის წარმომადგენელი არ არის აბდულმანაპის წარმომადგენელი არ არის ხო სხვა სკოლა არის ეხლა როგორც ასეთი ხა ჭიდაობს ანკალევიო ვერ ვიტყვით ხო დარტყმებიც აქვს და რამდენი დააფინიშა ხო ბოლოს მაგრამ ის დაღესტნელი არის მას ჭიდაობის ბაზა რომ უფრო მეტი აქვს ვიდრე პერეირას ხა იქ ფაქტია ხო ადესანია რომ მოერია ჭიდაობაში პერეირას ხო ეხა პერეირას ჭიდაობის დონე ჩემზე კარგად იცით ხო და ეგ არ არის ანუ რო აიღო გასაგებია რომ ანკალაევი არ არის რაღაც დომინანტ ანუ რაღაც light heavyweight ხაბიბი არ არის გასაგებია მაგრამ სხვაობა პერეირას ჭიდაობას და ანკალაევის ჭიდაობას შორის არის იმხელა რომ ხო ხვდები ის თქვაც მინდა რომ თითქმის შეიძლება რომ პირველ რაუნდში გაიგბუდოს არ ამგონია ეხა ეს პირველ რაუნდში რომ გაიგუთოს მაგრამ ჭიდაობით რომ ანკალაევი დაჩაგრავს
ну ჩემი აზრით უნდა იჭიდაოს კიდევაც ხო ანკალაევი ხა 100%-იანად ჩემპიონობა უნდა ხა ენდომება რა თქმა უნდა უნდა იჭიდაოს ხო ხა კი მით უმეტეს ანკალაევს პრობლემები სტრაიკინგში რა ხა რაღაც ინტერვიუში მოვისმინე რომ ხა მეო ხა პერეირას რომ დგომში დაუდგეო რატომ ხო სიგიჟე უნდა ხა რა ჩაკუჩები აქვს ხო ხელების მაგივრად მაგრამ ეხა ეგ ბრძოლაც რომ შედგეს რავი ხა აი გიორგი იცი რა მაინტერესებს აი შენ უკეთ გეცოდინება რადგან მძიმე ზონაში ეხა განსხვავდება ყველაფერი ზოგადად რახან ფიზიკური მონაცემების იცვლება აი რა იმდენად ეფექტური არის ჭიდაობა თქვათ როგორც არის lightweight-ში მეც ეგ შეკითხვა ხაბთან აი თუნდაც ხა მახაჩევის შემთხვევაში და აქეთ ცოტა light heavyweight-ში იმიტომ რომ წონა რას სulis რა ფაქტორი არის არც არა თქვენ ადრე უყურეთ განუს და მიოჩიჩის შეხვედრას რითი მოუგო მიოჩიჩო პირველ ჩუნზე მეორე ჩუნზე როგორ მოუგო მიოჩიჩო ხო ჭიდაობით ხო ხო და ისიც საინტერესო ბოდიში ისიც საინტერესო ჩხუბი იყო ხო განედან ხო რითი მოუგო ხო და მაგაც რაღაც ტრანსფორმირება განიცადა ხო და გულახდილად როგორი წარმოდგენა მქონდა იცი რომ დაბალ წონებში მაგარი ტექნარი მოჭიდავე უფრო დიდ შედეგს დებს ვიდრე აი ეს ორი კაცი თქვათ მოჭიდავე დაჩაგრა ტიპი და მოდი ახლა ეს ორი კაცი აი მარიო როსოკოს შეჭამს და გავზარდოთ ესე რომ გავზარდოთ იგივენაირად დაჩაგრავს ანუ ეს დიდი როა შენი მოწინააღმდეგე ახლა როგორია სად 63 კილოიანი კაცის ტექნიკით თრევა და სად 120 კილოიანი კაცის ტექნიკით პატარა წონას უფრო მეტი მოძრაობა აქვს ხა ვიდრე მძიმე წონას მაგრამ მე ვფიქრობ რომ დიდი სხვაობა არის ეფექტური არის ჭიდაობა MMA-ში ხო მაგრამ აი რატო ვერ უხედავთ ეგეთ დომინანტი მოჭიდავეების 80%-ზე მეტი აი სეჰუდო გინდა, ხაბიბი გინდა, ისლამი გინდა, სულ 85-ის ქვემოთ, სულ ბუქები. ზოგადად უსმანი ვინც იყვნენ. ძიმე წონაში ზოგადად კრიზისი აქვს UFC-საც და ზოგადად პრობლემატური წონა არის ზოგადად რა. ხო და რა ვიცი შეიძლება მაგის ბრალიც ხო დეფიციტის ბრალიც შეიძლება იყოს შეიძლება დეფიციტის ბრალიც იყოს მაგრამ ხა ჯონ ჯონსიც მოჭიდავე იყო ხო ჯონ ჯონსიც არა დღემდე რითი ხა განეს რა უკნა როგორც საჭირო კორმიეც გადავიდა მძიმე წონაში და სუფთა მოჭიდაური ჩაუტარა იმას მიოჩიჩს რა ხელი გამოდა აი სუფთა ჭიდაობის ისე ჩაუტარა მოჭიდავეს ლეთიკი ხო გახუკით რომ მაგრამ ჰუკამდე ჭიდაობდნენ და აი მე მაქვს ესეთი კითხვა აი ხა შენ MMA-ის გულშემატკივარ ხარ კარგად გეცოდინება ეს თითქოს მოკლე პერიოდში როგორ იცვლება სპორტი და რაღაც დომინაციები გადადის სხვა იყო დრო როცა აი ჯიუჯიტსუ ყველაფერს შვებოდა და თუნიდა და აი არ იყო გამოსავალი მე ეხა ვართ იმ პერიოდში სადაც აი ჭიდაობიდან გადავიდა ცოტა მართლა MMA აი რას ფიქრობ რამ შეიძლება ჩაანაცვლოს ჭიდაობის დომინაცია რამ შეიძლება გაანეიტრალოს აი ეს ჭიდაობის ესეთი უპირატესობა მე მგონი ისევ ჭიდაობა თუ არის ჭიდაობას გაანეიტრალოს ისევ ჭიდაობის დონე უნდა აწიოს სპორტსმენებს ჩემპიონზე და მაგით განაეიტრალოს და მე უკვე გადავა ფოკუსი სხვაგან მეც მასე ვხედავ მაგრამავს რა დაბალანსებულ ტიპებზე გადავა მე ეგ არის აი ყველაზე დიდი შეკითხვა და მაგ შეკითხვით გადმოვალ გიო შენთან სულ იყო რომ რაჯობია რომ მოვიარო ჭიდაობით ყველაფერი აი ბაზა რომ მართლა ჭიდაობა მაგ და დავიწყო სტრაიკინგი თუ 7 წლიან MMA-ზე ვატარო ბავშვი მაგალითად რომელი უფრო ისეთი სწორი მიდგომაა შენ სიმართლე გითხრათ 7 წლიდან MMA-ი ცოტა მეწოდება ბავშვი ცოტა არ იყოს ჭიდაობის ბაზა უნდა იმაღლოს და MMA ჩემი აზრით 14-15 წლიდან მე მგონი იდეალურია ილია არის მაგის ჩემი აზრით ყველაზე მაგარი მაგალითი რა ილია მეხრეთი დაიწყო ჭიდაობა ხო ბავშვები ჭიდაობდნენ ალექსანდრე და ბავშვები იყვნენ მაშინ ამბობ ეხლა ილია ცალკე თემა არის ცალკე სასაუბრო თემა და შევეხოთ აუცილებლად ჩემი საყვარელი და ეგ იყო რომ სპორტსმენი არის ილია არის გაზრდილი მე არაერთი ინტერვიუ მაქვს ილიასთან ჩაწერილი და
მისთვის ჰორიზონტალური მდგომარეობა არის მისი სამშობლო რა. ის ტატამზე ფორთხიალში ვართ გაზრდილები მე და სანდრო და იმისთვის უკვე ეგ ყველაფერი არ არის რა. ვიღაცისთვის ის აი როგორ ჩხუბებს უგინახავს და ტეიქდაუნს გაუკეთებ და აი აღარ იცი ზურგზეა და აი კვდება რა უხერხულად არის აი არ იცი არ უნდა და ვიღაცები მან დარიან აი თევზი წყალში მე მეცინება რომ ემუქრებოდნენ ხოლმე ილიას ჭიდაობით ხო აი ჩელი იყო რა აი ეს ძალიან ჭიდაობით რომ ემუქრებოდნენ და აქეთ რომ დაასალმიშენა ხო ის გახსოვთ დანავაითმა რომ ის სუფთა გრეპლერი რომ რაიან ჰოლი და პარტერშივე დაუბნელა თვალები ხო რაღაც აი კაი თემა აი მაგიტომ ფიქრობ ბოდიშით მაგიტომ ფიქრობ და ჩემი აი გული დასულით ველოდები მაგბრძოლას რა ისლა მახაჩევთან რომ აი რატომღაც მჯერავს და მწამს რომ მახაჩევსაც დაუბნელებს თვალებს რა სხვათა შორის მეც ძალიან მინდა ეგ ბრძოლა რომ შედგეს მაგრამ ცოტა ეჭვი მეპარება რომ ის ფიქრობ რომ შედგება რაღაც ისეთი ფული უნდა უთხრა. ისლამი უნდა დაინტერესოს სერიოზულად. მან ერთი რამე გვაუჭდება რომ ისლამს უთხრეს და არ მინდა უთქვა. ხო, აი ეგაა პრობლემა. თვითონ ეგ როგორ არ გავითვალისწინე. ხო, მაგრამ ერთიც არის, ხანახე. არაო. ყურე, კაკი ბრძოლის მერე, ხანდელი ბრძოლის მერე მე ვრჩები ამ წონაში. შემოდით. ხო, შემოდით. ვიჩხუბოთ. და კაი რაღაცა არის, მან კონტენდერს რო ეჩხუბება ილია, იმიტომ რომ ეგ არ აიღებს. ხანახე, ჩემი აზრით რა, აუცილებლად ვოლკანოვსკისთან დაიცავს ილია კამარს. და აი ოქტაგონიდანვე მოუხმობს ისლამს. და ეხა ადამიანი როცა იძახის შემოდით ვიჩხუბოთ. რატო უნდა თქვას უარი? და ვოლკანოვსკისთან გინდა იცი რას გულისხმობ რომ თუ ილიას გადაწყვეტილი აქვს და მიუხედავად იმისა რომ წესით ჩვენ გონია რომ ილია წონას არ უნდა წვალობდეს, წონას წვალობს ილია. წვალობს წონას ილია და ცოტა დაიღალა მაგით ეთყობა ინტერვიუებში იქ ესპანელებთან იმათთან საუბრობდა რომ აღარ მინდაო რა სუსანერვილო ბოლო ერთი კვირა გაგვაიმე უიმე ისჭამე ეს არ ჭამე დაიღალა კაცი მაგითაც რა და ილია რო ავიდეს და მოუგოს მოდი აი ჩამოთვალე ოლივეირა ანუ სიმართლე გითხრათ მე მახაჩევის გარდა ილიასთან ვერავის ვერ განვიხილავ ისენიც ხო ვერ განვიხილავ დარწმუნებული ვარ მაგალად გას მაგაცე თან თქვენ წარმოგიდგენიათ წონა არ დაკლებული ილიას ხელები და ხელებში ჯანი რა პეთკე მაგის ანუ ილიას ანუ ის აი პეთკებადობა ილიას აი რო ნატანჯი ილია რო იქარზის ეს კისრამდე რო აქვს მეიკი წარმოიდგინე რა ეგ როგორ რამე იცი რომ იმდენად ყველა აკეთებს რომ ეგ გონია რომ ჩვეულებრივი ამბავია და ავა მიდი მაკარონი ცარუკიანივით რომ გადაიხეხა ყველი მაკარონზე ეგრე რო იყოს იმიტომაც ჩაიხსნა ბოლო დღეს ჩაიხსნა ბრძოლას მაგიტომაც ჩაიხსნა მაგრამ ილიას 70 ილიას მოქნეული ხელი იქნება. აი წარმოგიდგენია. არა, ვინც კიდე ის იქნეს. მით უმეტეს მაგ დარტყმას კიდევ ძალას დაუმატებ. იმიტომ მემუქრება ყველას. და მით უმეტეს მაგ ფაქტორია, ეხა ილია რო ესეთი მაგარი დამრტყმელია და ჭიდაობა რო არ იცოდეს, კიდე იქნება ფაქტორი და მანდაც კითხვის ნიშნებს დაასვამ რომ აი რა მომწონს მისი ძმის სეკუნდანტობა მომწონს, სულ მაგას უყვირის არ იჭიდაო ხელები არ დაღალო და არ დაკლებული ილია, ეხა ხელები რომ ციჭიდაოს დაღლის ხელებს ეგ იცი რა ჩვენ შენ ახლა წონა გაკეთებია ახლოს ყოფილ ხარ იმ ხალხთან ვინც წვალობს იტანჯება და მოდი ეგ აგვიხსენი სხვაობა რამხელა სხვაობას იძლევა პოზიტიურს როცა არ იტანჯები ბოლო ერთი კვირა და როცა იტანჯები სხვაობა დიდი არის აი ძალიან დიდია რა თქმა უნდა ძალიან ხა ამის საპირწონეთ ხო არის აი ის სხვაობა ფიზიკეთია თუ სხვადასხვა სპეციფიკა არის MMA-ში და ჭიდაობაში წონის ჩაბარება ხა ჩვენ სპორტში იწონები და იმ დღესვე გამოდიხარ რა საჭიდაოთ რა და MMA-ში დილით იწონები და მთელი დღე გაქვს და მე ღამე ჩხუბობ. ეს ძალიან დიდი დრო და იმიტომაც გამოდიან და აღდგენილი აქვს ხო სპორტსმენებს ხო აღდგენილი აქვს სპორტსმენებს ხო მაგრამ რაც არ უნდა იყოს ეს წონის კლება ცვითავს ორგანიზმს და ძალიან დიდ ზიანს აყენებს რა და მაგიტომაც ფიქრობ რომ ილია გადავა წონაში და მე იმიტომ ვფიქრობ ვოლკანოვსკისთან კამრის დაცვას რომ ეხა თქვენ გინახავთ რომელიმე ბრძოლაში ოქტაგონზე შეეშვათ მოწინააღმდეგე და ის ჩხუბი არ შემდგარიყო? ო იშვიათია ძალიან იშვიათ
ალბათობა, ხო, რახან უშვებენ ოქტაგონზე დიდი ალბათობით უბრალოდ ვოლკანოვსკის თუნდაც კარგი მეგობარი ყავს, უნდა ურჩიოს, რომ არ იწვევს. მართალი ხარ და მეც არ როგორც ილიას გულშემატკივრისთვისაც არ მომწონს, იცი რატო რომ რემატჩი არის კარგი წაგებულისთვის. აი მოგებული იმიტომ რომ ყოველი ჩხუბი არის რაღაც ახალი ფურცელი ხო ეს ხო არ არის რომ ბარსელონა ყოველ შაბათ ოსასუნაში მოსასუნა რეალი არ არის აი მოუგო იმას ვოლკანოვსკის მე მოუგო ოლივეირას ის ჰოლოვეის და მე კიდე მოუგო აი ეს რაღაც აი ხო ვიცით აი რატო რემატჩს თვითონ წაგებული ითხოვს ხო ისედაც ხო მოგებული ხო არ ითხოვს და ბევრი მოგებული და მეორედ ქსე მოგაგია ბევრი მოგებული გაურბის კიდევაც ისორო უკვე მოგებული ხარ ანუ მეც ვერაფერს ვერ მიიღებ უკეთ და ორჯერ მოვუგებთ ვერჯერ იცხოვს არაძლოს მაგრამ მე როგორც აი ვოლკანოვსკი ძალიან მიყვარს ილია რო ქართული არის მაინც არ მინდა რომ ილიასე ჩხუბოს იმიტომ რომ აი 99% ვიცი რომ იმაზე უარესად დაამთავრებს ვიდრე დაამთავრებს უფრო თავდაჯერებული უფრო მომზადებული იცის უკვე დინამიკა ტემპი დისტანცია რა ვიცი რა ჩემი აზრით ვოლკანოვსკის ერჩინათ ჯერ ვინმესთან ეჩხუბა და შემდეგ ილიასთან ორი საშინელი ნოკაუტი მძიმე ნოკაუტის შემდეგ რთული არის დაბრუნება ძალიან მithumetes ასაკით პატარა ბიჭი აღარა ვოლკანოვსკი რთულია დაბრუნება ხო რა მართლა პატარა ბიჭი ხო აღარ არის და სიმართლე გითხრათ ეხლა გამიკვირდა ის პროჟეცკა ჩეხის სპორტსმენი გამიკვირდა რა მაგრა დაბრუნდა ხო პერეირას ნოკაუტის შემდეგ რა ნოკაუტი ფეხზე ვერ იდგა წეღანაც რაღაც ვიდეოს უყურებდი ფეხზე ვერ იდგა კაცი და მძიმე ნოკაუტი მაგრა დაბრუნდა მაგა თქვა რომ კიდე ეგეთ მდგომარეობაში თუ აღმოჩნდებით თავზავანებელ მაქსიმუმს ხელადაც უფეხს თავს ჩაგარტყოს აბარა მოგივა ეხა წარმოიდგინე და მე უბრალოდ ვოლკანოვსკის კომპარებაზე რა მაქვს სათქმელი რომ კრივში არსებობს ეგეთი რამე გამახურებელი ჩხუბი კი ბატონო მაგას გულის მოდი წერა ზუსტად მაგას გულის მოდი წერა ფიური იტყვის რომ სანამ ვიჩხუბებ ვაილდერთან მაიტა რა ვიღაცა ვინ არის ეგრეთ საკეთებენ ხო და გრეხი კი არ არის და ის კი არ არის რომ ვაიმე ეხა ეს და MMA-ში სირცხულია რა არა და ფსიქოლოგიურად ვოლკანოვსკისაც ძალიან ჭირდება ერთი გამარჯვება რა მოხდა წავიდეს ეჩხუბოს მიდი აი ხა ევლოი ნამდვილად არ არის გამახურებელი ჩხუბის ხარისხის ტიპი მაგრამ ევლოი ვერ გაგთიშავს იგეს ეჩხუბე ნახე ევლოებთან ჩხუბი იქნებოდა იდეალურ ვოლკანოვსკის იმიტომ რომ ევლოი ვოლკანოვსკის ვერ გათიშავს სამართლია ხო საფრთხე არ არის აი ვოლკანოვსკის აი სუფთა ფიზიკურ მომზადებაზე ექნებოდა აი თუ გაუძლებდა ჯანმრთელობა იმას რომ ევლოებთან თანაბარი ბრძოლა ან გაიმართა ან მოეგო მაშინ მიხვდებოდა რომ შეუძლია და რა დავამატებიცი ზედიზედ 3 ნოკაუტით წაგება ფაქტიურად კარიერის დასრულება მე არ ვიცი კაცმა ზედიზედ 3 ტონი ფერგიუსონი ზედიზედ 3 კაცი გათიშო 30 გეიჯის მერე ტონი ფერგიუსონი მორჩა დამთავრდა მაგრამ იქ ოლივეირას არ გაუთიშია დისიჟენები წააგო ის ეგრევე არ გაუთიშია ის ჩენდლერმა გათიშა მერე და საშინელი ისიც ყარაულის თოფი იყო ჩენდლერი და მაგას პირველ რაუნდში ძველი ტონი კარგად იყო ტაშუკრობის კამზე ვიდექი ვაიმე მეტი და რა გაუარდა ჩენდლერი რომ მაგას ვინმეს მოარტყავს აი ყარაულის თოფი უნდა გავახატო ეგ ბრძოლა აქვს მოგებული ოსში მაგრამ და ის ჰუკერს მოგო დებიუტში ეგეც ყარაულის თოფი აი კიდე შეახტა 2 მეტრი და გარბოდა და დაახვედრა ამან მოუქნია ჯერონტა დევისივით შეახტა იქიდან რა ჰუკი ბიჭო ჩენდლერს არ დამაწყებინოთ ლაპარაკი ტიპი არის იმას ვერ იქნევს ჯები არის ის რა არის თხემდე რა იქნევს იმის დაკუნთული კაცივით აქეთიგით ფიზიკური მონსტრია და ოლივეირასთან რაღაც სასაცილო მომენტი იყო შეგვედა გება კლოუნია დგება კისერს აღებინებს ადგა ახტა და ახტა წააგე მეხუთე რაუნდია ეგეთი ფიზიკა რო გაქვს და მაინც ვერ აიყენებ არ ვიცი ძალიან დანაშაულია ფიზიკა რო გაქვს და 70-ში ჩხუბობ უკვე მან შენი აზროვნება უკვე რაღაც ისა ეგ უნდა ჩხუბობდეს 66-ში მაქედან დავიწყოთ მაქსიმალე 70 კილოს მებრძოლი თუნა ნახი მყავდეს მე ვიყო უსინდისკენ პატარა არის კი ჩასამბობს ჰუკერი და ადესანია სპარინგები გაქვნა რა ტოლებივით არიან აი ეს დგას ორი კაცი ეწერა ადესანიას რომ ჩემს მაკაც დენ ჰუკერთან სპარინგები და უყურებ და ველოდები რომ აი ხა დაიწყებე და თურმე ჰუკერია ბიჭო კაცი ან 4 დივიზიონის ზემოთ ჩვეულებრივად ანუ სხვაობა იყო როგორ იცი აი
მაქს ჰოლოვეის და ილიას შორის უფრო დიდი სხვაობა იყო, ვიდრე ადეს როგორ იკლებს ისიც რა ამტყოფია ბიჭო, რომ ამხელა რატომ არ გადადის სხვა ზონაში? ანუ მართლა ვერ ვიჯერებს. ანუ ადესანიას რა თან ხო არის რომ ესე რომ face-off-ი სხვა რამეა, მაგრამ დგომში რომ დგები მე ხვდები ჩარჩოს მე იაზრებ რა. ტიპი ორივე იდგნენ, აი ჩვენ ვერ იტყოდი რომ ვინმე დიდი პატარა აი ხა რომ მერაბი და უმარის ჩხუბი რო იყო რა ამხელა უმარი მაგას გული გამი რო დაიწყო პირველი ორი რა აღდგენა ქონდათ რა უმარის აი დგომში რო დადგნენ ანუ ეს ერთი დივიზიონის მებრძოლები არ იყვნენ ძმა. აი მახაჩევს ერთ-ერთი აი იმას რო იმას ასაბმითებს ოლივიერას აი მაგ კადრში ზურგი თუ გახსოვთ მახაჩევს არ არის ეგ მაგცონი ადამიანის ზურგი უდიდესი არის აი არც მაგარო ეს მაგცონის ადამიანს მოუჭერს მე არ მგონია ვინმე გაუძლოს ძალიან განვითარდა მე მათ ძალიან განვითარდა მაგხრი აი როგორ იღდგენენ ხო ჯერ აწონას იკლებენ და მე მეორე დღეს მეორე კაცები გამოდიან ისე ამხელა ეგეთი არსებობს ნეიდიაზი ამბობდა ხოლმე რომ ყველა სტეროიდებზეა და შენ ელიტარულ სპორტში ხარ და ეს გამოცდილება გაქვს რა სიტყვი ყველა მაიმუნობს არ ვიცი სიმართლე გითხრათ არა ხო ხვდები ხა განაი ჩვენ სპორტს გეტყვით ახლა ჩვენ სპორტში ყველა ოფიციალური ჩემპიონატის მერე გიღებენ ტესტს და დოპინგს აბარებ. მესამე ადგილოსანიც, მეორე ადგილოსანიც და ჩემპიონიც. და შეიძლება კიდე ეს აი წააგო საერთოდ და მოკიდონ და წაგიყვანონ და თუ რაღაცა ეჭვი აქვს აღებული, შეიძლება ყოველ თვე ჩამოვიდნენ და ჩაგაბარებინონ რა და ჩვენ საქართველოს ჩემპიონატზეც დოპინგ კონტროლი არის რა და ეხა ესე შეიძლება ვიღაცამ რაღაც პროფესიონალურ დონეზე გამოთვალოს და გავიდეს და სუფთა შეხვდეს შეჯიბრს, მაგრამ ცოტა რთული არის და UFC-ში ეხა რა ხდება სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, უსადა გაუშვეს. აღარ არსებობს ის კომპანია, რომელიც აკონტროლებდა მანდაც ვადა ეხა ხო მეგონი UFC-ში. კი და მან მოკლედ უსადას როგორც UFC-ს მებრძოლები ხო არიან, ეგრე არის UFC-ს ის უსადას მებრძოლთა სია და სპეციალურად დილის 5 საათზე გიგაკუნებენ. მერაბდვალიშვილი იყო ჩემთან სტუდიაში. საერთოდ რო არ ელოდება. ჩვენთანაც ყოფილა შემთხვევა. გადაცემის ჩაწერის დროს აი ეს აი ამ დროს დააკაკუნეს და შემოვიდნენ. მართლა გაუგვიძებიათ და წამოდი. კი, ყოფილა ჩვენთან შემთხვევა და უბრალოდ აი ეს აი ჩელსონენს აქვს მოყოლილი მოკლედ რა თუ აი კონორ მაგრეგორის დონის ფულის ტიპი თუ ხარ ასე თქვა გამოიწერა ალიასკაზე ვარ წავედი ალიასკაზე წავედით ოჯახით ვითევზავ ხო მაგრამ მაგ დროს რომ უარს იძახი ეს პრობლემაა ეს უკვე ანუ ერთი უარის სუფლება გაქვს მე მგონი და უკვე მეორეზე პრობლემა არის მე ხა ზუსტად არ ვარ გარკვეული ამაში მაგრამ არ მქონია პრობლემა მასთან დაკავშირებით ხო ანუ პირველი უარის შემდეგ უკვე ეჭვი აქვს უკვე სიაში ხარ ასე თქვა ეჭმიტანილი ხარ უკვე და ნებისმიერ დროს ჩამოვლენ და აგიღებენ ეს ნებისმიერ დროს მაგრამ ფაქტია რომ აი სასწაული აღდგენა აქვს სპორტსმენებს და ეს რანაირად ხდება და როგორ ხდება ვერ გეტყვით. აი გიო წეგან საინტერესო თემა შევეხეთ და მე აღარ განგვიფცია და მინდა მაგაზე შენი აზრი მოვისმინო რა ხან ესე არ გვაქვს ნანახი. აი ილიას ჭიდაობის უპირატეს აი ილიას ჭიდაობაზე მინდა შენი აზრი გავეგო. საინტერესო როგორ ჭიდაობს ილია აი როგორ პროფესიონალ მოჭიდაობს. სიმართლე გითხრათ ხა ილიას ჭიდაობისთვის არ მიყურებია ხა ჩხუბიც ისე ჩხუბობს ხა არც გვანახებს ხო მაგრამ ბევრ მოჭიდავესთან თავიც დაუცვია და კიდე ბევრჯერ დაიცავს თავს ხო მაგრამ არც გვინდა რომ იჭიდაოს ხო ისეთი დარტყი ისეთი სანახაობრივად ჩხუბობს რომ ყველა შეგვაყვარა თავი არა მარტო ჩვენ თესოფლიოს ხო და აი ტექნიკურად აი მაგს რო გდება გაუკეთა ეხა შენ ხო სხვა თვალით უყურებ ეგრევე ხედავ რა როგორ შეასრულა ძალიან მაგრად შედის ფეხში ჰოლოვეისთან ძალიან მაგარი შესვლა იყო ეგ და ფაქტია რომ კი სუფთად ძალიან მაგრად შევიდა არ არის ესეთი ადამიანი რომელსაც მარტივად დააკეთო ძალიან სუფთად ძალიან მაგრად თან მით უმეტეს ილია ბერძრომაულს ჭიდაობდა ადრე თავისუფალის ბაზა არ აქვს მაგრამ ფაქტია რომ აქვს და ნამუშევარი აქვს ამაზე ბევრი ესე რომ არ იყოს ეხა ესე მაქს ჰოლოვეის ვერ
ვერ დააგდებდა ის მიჩელის როგორ ემუქრებოდა და აქეთ როგორ იქნება გაუკეთა ხო რაღაც კაი სანახო მოიგდო და მიაძინა პრაის მიჩომა გაუკეთა გდება ილიას ხოთეში ერთი გადაყანა გაუკეთა კი და ცოტა ხანი მე მგონი რაუნდის ბოლოსკენ ხონდა რა და ისე მოიკლაკნა თუ ეს გარდი ისე შეკრა რომ აი ბაზა დიდი ბაზა აქ ხარ აი გარდი ქვემოდან როცა არიან ხოლმე და აი სახეზე დახედავ და გვამია ისე ნერვიულობს და ηλია ისეთი გარდი გაუჭიდა რომ აი ეგრევე უსაფრთხოთ იყო აი ვერაფერზე აი ხელები დაუჭირა გეთანხმები ზემოთ აი ვაფშე აი თავისთვის ის სავარძელში კოქტეილი რომ მიგედა და მოგიწუყავ და მოგაწვიდა ილიას ძალიან მარტივად დაუძრო მაგ ზიანი არ მიუღია გარანაირი აი ილიას კარგად ილიამ კარგად ჭიდაობა გამოაჩინა აი დებიუტი რო ქონდათ მაროკოელ დაუმარცხებლებთან ზალალთან ზალ მუხამედი წამოიღო კი აი ზალმოღება ეხაგდება ბერძნულ-რომაულის ბაზაც აქვს და ზალას და ან კარგი ჭიდაობა აქვს და თან მაშინ დაუმარცხებელი იყო ზალა შორტ ნოუთის იყო ილიასთვის დებიუტი იყო ზალალას გადაბმული აქვს 3-4 მაგარი ტიპი არის ზალა და სხვა არა ხო კარგად იმუშაო და მაშინ თან დებიუტი იყო სხვა თვალით უყურებდით ახლა არ ძალიან მაგარი მებრძოლი არის ეგ მაროკოელი ტიპი არის ამერიკაში გასდელი ძალიან კარგი მებრძოლი არის ზედიზედ 3 თუ 4 მოგება აქვს და იზაყის რაღაც ისულელებს იზახის რომ ჩავედიო და ჩამინაცვლესო ილიას მაგირვად ამასთან სხვა უნდა ყოფილიყო ხო და შორტნოუთის იყო ილია ხო და ხდება ხოლმე ვის მეჭყურებიო და რავი 8-0-ზეა ვიღაც ესპანეთიდანო ეყოსო კაცო და მე გიმათრიაო და მე იყო თავი იმართლა ხო ანუ ეგ სპორტსმენი რა მაგას იძახის ჩემი აზრით არ უნდა არა თუ ისე არ ულაპარაკია უბრალოდ თქვა რომ არა თავის მართლებას უკვე აი რა აზრი ხო აი თავის მართლება ძალიან ცუდი რაღაც არდა ნეგატიურად მოქმედებს აი თუ აბა მაშინ იმას რა ეკნა ფერგიუსონს რა ეკნა ხო ტონის ფეხი მუხზრა გეიჯი ჩაუსვეს ხავის მაგივრად ემზადებოდა რომ რაღაც უნდა ეჭიდავა და უცებ ხო მაგრამ ისე ჩხუბი არ აქვს ჩანშული და სისულელე გააკეთა ხო პროვოკაციულად წავიდა და წონა ჩააბარა აი რა ბავშვები რო იუტებიან და იმენ ძალით რო აკეთებენ ხო ის რაღაცა პატარა მაინც იყო ანუ ნორმალური რო არის ტიპი შევიდა იმაში ჩაწო მთელი პროცედურები აკეთა ფერგისონი რამხებს ამ სიმაღლე არ ამ სიგანე არის ფერგისონი იტანჯება ძმაო რამდენს ვარჯიშობს დაიკლოს და ისკნას და სიცრულის გამო უბრალოდ ხაბიბს ჰაჰაჰა ეთქვა პროცედურა ჩაიტარა და რამდენ ხანში მოუწია ეგ ვიდეო რო დადო ორ მეორე ჩააბარა აი გარი არა ადამიანობა და სხვათაშორის გახსოვს ისო დააგდო პირველ რაუნდში აპერკოტები რო გაცვალეს და მოარტყა მithumetes აი მან უნდა და 1:30 წამოყოლე აი მე ბრძოლებს აი ახასიათებთ ხოლმე ესეთ სისულელების გაკეთება როდესაც აი ყველა მიცის რომ ის ინტერიმი ხო იყო მაშინ ტონი ინტერიმ ჩემპიონი ხარ აი გეიჯისთან რატო უნდა იჩხუბ აი თან მithumetes გაკ დაკრებული წონა მოიგო რა რასავს საჩემპიონოს მოქცევენ ისეაც მოქცევენ ხო წააგე დაკარგო უბრალოდ აი ახასიათებთ რომ აი ფულის გამო ხანდახან ისეთ სისულელე გადაწყვეტილებას აი მე დღემდე არ მეხსოვს ვოლკანოვსკიმ შორტნოუთზე რატო აიღო მახაჩევთან ჩხუბი დიდი ფულის გამო თქო მილიონი 4-5 მილიონი მომეცი და შეიკრიბეთ და ვირტყით რამდენი მაინც გონია რომ მე და გასაგებია უბრალოდ ის რო ხარ ვოლკანოვსკი რო ხარ ანუ ამ თვეს მიიღებ თუ ორ თვეში ჩემი აზრით ცოტა მან სუბიექტო აი ვიღაცა ტიპი უნდა ყავდეთ ვინც ცოტა დაამენეჯმენტებს მაგას რა ზურაიცის თქვამი და ეგენ მაგათ თქვიათ ამობენ prize fighter საპრიზო მებრძოლები არიან ფულის გამოჭყურს ეგ ხალხი ეგ მითი არის რომ ო მე სიბნელეში როტოილერი ვიდამაბეს და გამოვედი და ო აბა მიდი რა ვარი დირექტავე და 4 მილიონი და იჭუბე ეს კვირაში უნდა იჭუბო მახაჩევს ხო მაგრამ აი მაგით ხო რეალურად მომზადებულ მახაჩევს და შენ ბურგერებს აკეთებდი ჭამდი და უცებ ჩადიხარ თან აბუდაბიში საერთოდ ვერც შეეჩვევი იქავრა აკლიმატიზაციასაც
და მე მანდრას მომიცი რომ value ხო აქ ისეაც მებრძოლს და თავის ღირებულება აქვს და როგორც კი ამხელა რისკი შედიხარ გასაგები ერთჯერადად კაი თანხას იღებ მაგრამ როცა აი ძალიან დიდი შანსია რომ წააგო ამით ხო შენ ღირებულებასაც რაღაც დოზი დაუფასურებ ფაქტია რომ მაგ ჩხუბის მერეც ვოლკანოვსკის ასკარად უკუსლა ხო კი ბატონო ჯერ ერთი ნუ ილიას შეგულიანებული იყო ჯერ ერთი ვოლკანოვსკი ისლამთან პირველი თანაბრად ეჭხუბა და როგორია ეხლა კაცი ეჭხუბე ნახე კაკი მან სხვა მომზადება გაიარა თავები ხო თავები გაიარა მომზა სხვა კემპი გაიარა ეჭხუბა სადაც გაუჭირდა პირიქით ერთ კვირაში რომ მომზადებულ მახაჩებს ეჭხუბები იგიო გეთახმები აბსოლუტურად უბრალოდ მე მგონია რომ სუბიექტურად ნაჭხუბარი მაგ და ფიქრობდა რომ მოუგეთ აი ეგ ჭუბი დამთავრდა ზურგზე იდო მაქსიმუმ ისე მომიგოს როგორც მომიგო და უცებ მოხდა ხო ზემოდან ქოთავდა ეგრე გააშველეს მასწავლის სკოლაში რომ თავში ურტყავდა სამასწავლებლო შემოვარდება და გაიტრია და ეგრე გააშველებინა და უცებ კლავდა კაც და რა ვარია აბა 3-4 მილიონს გაძლევენ და ეგეთ კაცზე გეუნებიან ეჭხუბეო ეჭხუბებო თქვა რა შეეშალა ხო კიდე ის იყო რომ მაქრა ნოკაუტის მერე რომ კიდე 6 თვეც არ არის გასული და კიდე ილიას ეჭხუბები ხო მე იცი რაზე ვსაუბრობდი ახლა მახაჩევთან რატო აიღო ეგრე სწრაფად ჭუბზე ვსაუბრობდი და რას გულწრფ რომ ეგ ხო დიდი ხნის ფორმაში იყო ის პრობლემა იყო მან ხო დარტყმა გაატარა ეგ არ იყო რომ აი მესამე მეოთხეში ვეღარს უმთქავდა მეხუთეში მტარი გამოვიდა დარტყმა გაატარა ახლა რაც გამდენის გინდა იმდენი მოემზადა ერთ თავში წიხში რომ მოხდება ემზადე და იყავე ხო რა თქმა უნდა იმარა ეგ იქნებოდა ეფექტი ჩემი აზრით ვოლკანოვსკიზე იგი ვოლკანოვსკიზე რო ამბობდნენ რომ აო გათიშული იყო ილიას ეგ დარტყმა რომ მოხდება ნუ ნებისმიერს გათიშავს ვოლკანოვსკი პირველ რაუნდში 40 დღე იმას ქენი თუბი და ილიასთან პირველ რაუნდში იდეალურად აი რა მაგაზე უკეთ ვის უჭუბია ილიას ეგრე რო გაგზელებულიყო ჭუბი და დისიჟნამდე მისულიყვნენ ვინმე იტყო და მაგას ის რატო აიღო გათიშვის მერეო და ეგ აი როგორ რაღაც არის იცი აი ერთ აზრს დავამატებ რომ ილიას რო ჯები მოერტყა და შეყანყარებულიყო და მერე ტანში და აი აშკარად სუსტი დარტყმებისგან გათიშულიყო, კაი ვიტყოდი მაო რომ აშკარად ტვინ შერყევა ქონდა ამ კაცს და გაუცოცხლა ილიამ და ილიამ რა დარტყმას ჩაუშვა. გვერდზე დაიყენოს თელი თავისი გუნდი იმაგ დარტყმას რო გაატარებს და ეს პირჯვარი უნდა გადაწერო და გაუშვას. ყველაზე მეტად ვოლკანოვსკი რო დათანხმდა მაგ ჭხობს, ყველაზე მეტად გული მის გამო დამწყდა რომ ვიეჭვე რომ რაღაცა ცუდი მოხდება თქო და ეგ ხო ისლამთან რო გაითიშოს იქნება ეგ არგუმენტი რომ ანუ სხვა ვარიანტი იქნებოდა აი ესე პიკში მყოფი ვოლკანოვსკი რო ჩამოესვა თოფურიას და არა ის რომ თქვა პირველი ბრძოლა წააგო მახაჩევთან და უფრო გამწარებული იყო რეალურად ვოლკანოვსკი მათ, მაგრამ ანუ სხვა განცხადება იქნებოდა და ეგ მეწინა ყველაზე მეტად მე. ხო, კი ბატონო, ანუ ეგ ჩვეულებრივი თავისი გადაწყვეტილება თან ილიაზე რო ამბობენ, რომ ილიას არ ეკუთვნოდა ეკუთვნოდა რა შუაშია თვითონ გამოიწვია ჩემპიონი როგიჯი რა უნდა უთხრა არა დაიყენა ოქტაგონზე ხო პირისპირ დაიყენა ჩამოვიდა იარი როდრიგესი და ხო თუ ვიმეცებ მეუნა ვცემო შენი როლი უნდა წავიღო და გაგიჟებული კი მაგრამ ეგ უცბაიღო და მაგ მომენტს ადარებენ ახლა უმარის кейს და უმარი იმით განსხვავდება ილიასგან რომ ჯერსეთი ილია თიშავს ხალხს შემოქმედებითი ადამიანები და მით უმეტეს მაშინ კონტენტერი არ ყავდა მაგ ზონას და აქ კონტენტერიც იყო უმარი სუპერ მოსაწყენი ჭუბებს ატარებდა ყველგან სენთეგენთან არ ვიცი ორთაბრძოლების მოყვარული როცა ხარ რაღაცას პატივი უნდა აი რას ვამბობ იცი რომ აი მაგალითად გუშინ იყო უსმან ნურმაგომედოვის და პოლ ჰიუსის ჭუბი ირლანდიაში ხო 5 რაუნდი იჭუბეს ეს იყო ჭუბი ესე უყურებ და ორი კაცი რომელსაც არ უნდა წაგება გინდა რომელიმეს უნდა მოგება აი ესეთ განან ანუ არავინ არც ერთი არაფერს არ იწყებს ინიციატივა არა ვინმე ელოდება რომ აი ამას ისურველ ეკნას და ეხა მე ამაზე დავკონტრავ აი ინიციატივა არ არის ორი კაცი მე წამოხდება ის მე ტეიქდაუნი ილია არის მარადონა მაგიტო ვამბობ რომ ილია ესე გამოდის შენს ასაჩეხად ანუ
Max Holloway არ გაუთიშ, ანუ Max Holloway-ს აქ ნაჩხუბარი ყველა. ვისთან არა აქ ნაჩხუბარია? ღორთან და ძაღლთან. Conor McGregor-ი დაწყებული ვისთანაც გიდა იმით მაგრამ მე მგონი ხაბიბს ისიც ინიშნებოდა ვერ ჩაიშალა. ხაბიბმა ალა იკვინტა ვერ დააფინიშა ხა. Max Holloway ვერ დააფინიშებინა. ხო, წონის კლება გაუჭირდა ზა. ალა იკვინტას რო ვერ აფინიშებ, Holloway-ს დააფინიშებ. ერთი სიტყვით. და ანუ ილია გამოვიდა და სხვადასხვა პრაიმში არ იყო, პრაიმში, ყველაზე პრაიმში იყო ჯასტინ გეიჯი ყავდა გათიშული ორი თვით ადრე, მაგაზე Holloway-ზე იძახენო, აუ ამასო ხომ ერთის ხელები აქვს, შეგეხება და გაგდებსო. და ილია გამოვიდა, აი ჩხუბს ოდნავ რამე ინფორმაცია ვისაც აქვს ჩხუბზე ილია მაკაცის მოსაკლავად გამოვიდა. ერთი რაუნდი ვერ მოკლა, ორი რაუნდი ვერ მოკლა, მესამე რაუნდში მიაკლა. უმბარებს ისრო და ახლა როცა შენ ჩხუბის ფანატი ხარ, როცა გიყვარს, ეს უნდა დააფასო. და არა ის ორი კაცი დგას და მე აბა რა შემეშ, აბა შენ შეგეშალა, აბა მე შემეშალა. გამოჭერაზე. ხო, მე დანა შეურაცხყოფას ვაყენებ, მაგრამ უმაღლესი დონის მებრძოლები არიან უსმან ნურმაგომედოვის და პოლ ჰიუსის. მე მაგას არ ვამბობ. მაგრამ ეს სიფრთხილე, ეს ნამეტანი სიფრთხილე არ ვიცი და ილია 27 წლის არის და ადამიანს აეგა აქ თავში რომ აი გამოდის რომ უნდა აი ხო მოკლას რა რასაც იძახის რო ამბობ რომ ჩხუბი მიყვარს რომ აბა ხა აირჩიე რომელი გიყვარს კაცი რომელიც გამოდის სანადიროდ თუ ორი ტიპი რომელიც აი ქულებს იღებენ ერთმანეთს ეგრეა აბსოლუტურად ეგრეა და ამიტომ უნდა დავაფასოთ ილია თოფურიაზე მაგარი მებრძოლი MMA-ში დღეს გეთახმები არ ვიცი პერეირას რო ჭიდაობა იცოდეს ვიტყოდი რომ პერეირა და პერეირა საუკეთესოებში სტრაიკერი არის და MMA საუკეთესო მებრძოლში რაღაცნაირი ხელი აქვს მაგას მე დარწმუნებული ვარ რომ აი ჰამლეტ გონაშვილს რო რაღაცა ფილტვში რაღაცა მოუჩინეს რო რაღაცა 3 გული თუ 4 ფილტვი და რაღაცა ქონდა აი პერეირა როგორ თქვა რაღაცა საცოცხლოს რაღაცა ხო რაღაცა კასტეტი ეკნება იმაში თვითონ ესენის რანაირია ხო პერეირა აი ბეტერბიევის ხელი მაინტერესებს და იმის პერეირას ხელი მაინტერესებს ხალხი ტიპი ესე ურტყავს და ხალხი იძახის ეგეთი რაფერ არ მომხვედრია არა კაკი გამორიცხო სადაც რასპუტინის რაღაც ორგანოში ამოწმეს ეს ხელიც პერეირას ხელიც ხო მე და შევერ მოვესწრებით ერთ შენ კი მოისწრებ მე მოვესწრებ ესე თუ გავაგზავნე ხო და რომანდოლიძე თემატური არის კიდე ანუ ვეტორისთან თვითონ იძახდა რომანდოლიძე რომ ისთანაც მინდოდა იმასთან ჩამ მაგ მე ესეც საინტერესო კითხვა შენთან რომანის ჭიდაობას რა ვიცი სადაც ნახე მე ყველგან ძალიან მომეწონდა იქამდეც რა ვიცი ევროპაში ძირითადად აი ჭიდაობის რამდენიმე ჩემპიონატიც ჰქონდა მოგება გრეპლინგის უბრალოდ გრეპლინგის ხო გრეპლინგის ეს გრეპლინგი ძალიან დიდი უპირატესობა აქვს აი ვეტორთან წინა ბრძოლაში საერთოდ ანუ პირიქით ვეტორი არის ხოლმე მოჭიდაობა და ხო ფეხზე იდგნენ ვეტორს ახასიათებს ხოლმე რაღაც ბინძურ კრივში შესვლა არც კრივში შევიდა ფეხიდან ფეხს იქნებდა ხოლმე და არც იჭიდა გიო მაგ ჩხუბიდან რა შეაბერლება აქ ჩანს ხო ვეტორი არ ვერ გეტყვით ახლა სანახაობრივი ჩხუბი არ ყოფილა თანაბარი ჩხუბი ხო თანაბარი ჩხუბი იყო ნამდვილად ეხლა ვეტორის არ გაუკეთებია არაფერი იმისთვის რომ მოიგო იმისთვის რომ მოიგო ხო ფაქტია რომ მაგრამ მოგება ჩაუწერეს რატომღაც უფრო მეტი სიმპათია გადავიდა ვეტორისკენ და ეხლა გამიხარდა რომ ეს ჩხუბი ჩაინიშნა და იმედი გვაქვს იმედია რომ დაამარცხებს აი ზუსტად აი ამ წონაზე რო საუბრობდით რომ მაგარი ტექნიკური მოჭიდავე დაბალ წონაში უფრო მეტ წარმატებას აღწევს ვით აი ჯოი რაც არ უნდა კარგად ჭიდაობდე აი ვეტორისნაირ ჯიხს რა უნდა უკნა აი იცის თან რა და თან არ ვიცი შეკითხვას ვსვავ რა MMA-ში ჭიდაობისგან თავდაცვა ხო ნიშნულოვანი ის არის რა ეს შენია სეტკა შენია ანუ ძნელია რა რომ პარტერში ჩაიყვანო აკონტროლო ფეხში შეხვიდე ამხელა კაცი აწიო რაღაცა და აი დარტყმები შეიძლება მიიღო ხო და თან რომანისგან აი თქვა აი რჩევა აი შენ რჩევას არ გულისხმობ რას გულისხმობ იცი რომ შენი აზრით რა უნდა შეცვალოს ან დაამატოს რომანმა ეხლა თქვა მეორე ჭუბში ვეტორისთან რა ჩემი აზრით გომში უნდა დაამატოს რომანმა
ხელით იმუშავოს ჩემი აზრით რა და იმიტომ რომ ფეხსაც კარგად ურტყავს ხათა შორის რომანი არ არის ვეტორი რა ნამდვილად ის დონე რომ რაღაც ისაო დედა ხო რა რომ აი გადავლა ხო არ არის ის დონე ვეტორი და არც დიდი მოჭიდაობითაც არ გამოირჩევა რომ თქვა ვეტორი ზოგადად ძალიან უშმოჭიდაობა ხო ხა ძალიან მარტივად მოუგეს ყველამ ხო ვიტაკერმაც ძალიან მარტივად მოუგო და ეხა ადესანი ეღადავებოდა საერთოდ ვეტორის და დაამცირა და ისე მოუგო და ეხა ყველა ტექნარმა დაცინა ხო კი აი ჯანისმიერია რა ანუ რა თქმა უნდა ძლიერია ეხა უსიში რომ ხარ და რა ნომერია ვეტორი მე-6 თუ მე-7 ნომერია ხო ხო ტოპაჩი არის მაგრამ მე ვფიქრობ და მჯერავს რომ რომანი ამ ეტაპზე ამჯერად დაამარცხებს ხო კი მე გულახდია ეხა არ მინდა ამერიოს რომელიღაცა რაუნდი მახსოვს მეორე აი როგორ უეჭველად მოუგო იცი და ის რაუნდი პირველი მაგალითად იყოს რომ უეჭველი რომანის რაუნდი მეორე იყო რომ კარგი აიგეთ და მესამე იყო აბსოლუტურად თანაბარი რაუნდი მაგრამ აი როცა იღლები მე ძნელია რომ ყველაფერი ჯებით დაიწყო ყველაფერი აი აკადემიურად და ის დარტყმას გინელდება ხო იცი აი ღმერთო შენ სასამბობ რომ მეჭყვა ვასალო პროფესიონალ მეზოს მაგრამ რო იღლება ხოლმე რომანი აი უბრალოდ ორიანს უმიზნებს ხოლმე რა აი რაღაც არა აქ ის რომ ჯები შევი და აი კომბინაციებს არ უმიზნებს ესე უყურებს ემუქრება ტეიქდაუნით და გაუშვებს ხოლმე ორიანს და ეგ არ ყოფნის ზოგჯერ რა კომბინაცია ილიაზე ხა როლაპა ილია აგიტოა რომ აბა დააკვირდით ვინ უყავს 4-5 დარტყმიან კომბინაციას MMA-ში არავინ აი პიოტრიანი შეიძლება თქვა ილია შეიძლება თქვა რას ამბობ რომ 1 2 3 4 5 მაგას არა ეგ კრივში ვერ კეთდება წესიერად კომბინაციებს ვერ ყრის ხალხი ეგრე არ არის სულ აქ არის რომ აი და დიდი მაგიტომაცალი დიდი რომ და მაგას ვამბობ რომ მე მგონია რომ რომანმა ძალი უნდა დაჯდეს ეგ იყო აი აბსოლუტურად ფურცელზე მოგებული და წაგებული ჭუბი როგორც გინდა ისე შეხედო უნდა გაანალიზოს ეს ბრძოლა და რომანი ფიზიკური ათლეტია და ზოგადად უნიჭიერესი მებრძოლია კაცი მეკარე იყო და დღეს UFC-ს ჭუბობს აი ხა რა ნიჭიერი კაცი უნდა იყო ბიჭო რომ პროფესიონალური ფეხბურთი და MMA კონდეს ნაჭუბარი აი დიდი არის არ ვიცი ნიჭის ზეიმი მოჭიდავე და MMA-ის მებრძოლი გამიგია და მეკარე და MMA-ის მებრძოლი რა არის აი ტიპი რა ნიჭიერია რა და უნდა მესამე რაუნდში მახსოვს რომ ძალიან პროგნოზირებად დარტყმებს აი თავს ჩაწევდა გადააგდებდა ერთიანი ორიანი აი ხელით ვერ თავაზობდა რამე კრეატიულს რაღაცა ხაფანგს ვერ აგებდა არა და პირველში აკეთებდა როცა დასვენებული იყო და მე მჯერა რომ რომანი ეხა ამ ყველაფერს დაავადებს რა ანუ ვეტორი ძალიან ბევრ წონას იკლებს დიდი არის ვეტორი ძალიან დიდი ხო და უჭირს კიდევაც ძალიან წონის კლება და ყოველთვის ფუნქციის პრობლემაა, ყოველთვის გამძლეობის პრობლემაა ვეტორის რა და ამ ხელა კულტურასაც თავისი ტემპი უნდა შესთავაზოს, ჩემი აზრით და კანცი გააძროს მესამეში ფაქტორი არის რომ რომანი კითხვის ნიშნები აღარ იყოს. რომანი აი ვეტორის ბრძოლის შემდეგ აქტიური იყო, ჩაატარა ბრძოლა. ვეტორმა 20-23 წელს ჩაატარა ბოლო ბრძოლა კანონიერთან წააგო. ხო, კანონიერთან წააგო 5 რაუნდიან ბრძოლაში, საჯების გაწყვეტილება და მაგის მერე აღარ გამოჩენილა. ხო, რომას იმავოვთან ჰქონდა პრობლემა. ეხა იმავოვი ადესანიას ეჭუბება, ისე ინდონის სტრაიკერია და კითხვის ნიშნები მანდაც არა. უშასოდ არის რომანი თქო, უბრალოდ უნდა მოუფიქროს რაღაც მან ესე უბრალოდ აი ესე უბრალოდ გახვიდე რაღაცა ჩაულებრივი რაღაცა აი მე ვერ დავინახე რა გეგმა ქონდა მაგალითად იმავოვთან რომანს და ხა იმავოვი ბავშვი ხო რომანმა რომ 21 წლის ასაკში გაიკეთა პირველად კრივის ხელთათმანი იმავოვი კიდევ სტრაიკერია სერიოზულად მას ურტყავდა და ძნელია რა ეგრე რა მით უმეტეს ბავშვი რასაც სწავლობს და ადამიანი რასაც სწავლობს 17 წლამდე 16 წლამდე მე ეს ამ ყველაფერს აშენებ თორე ისრუტავ ასე თქვა ხო ისრუტავ ბავშვობაში ისრუტავ, რასაც ქვია, ხო, ბავშვობაში რაღაცას რო დაამუღამებ, მორჩა, შენია ის რაღაცა. როგორც სულ არ დაგავიწყდება და როგორც ველოსიპედის ტარება. მეხსიერება არის ყველაზე მინიმუმ, რო ყველაზე კარგად მაშინ იმახსოვრე. პირდაპირის დარტყმა რა და გაიხორცებ.
ეს კაცი ბურთე პენლებს იღებდა 20 წლამდე და ისეთი ამბავია რა. ერთადერთი ბაჭი რომ შევაჯამოთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვეტორი ახან ძალისმიერი მებრძოლი არის, ჩემი აზრით. ერთადერთი სწორი გზა გამარჯვების მოსავლებად არის ის, რომ ძალის დაპირისპირებას ჯობია რა ცოტა მეტი ტექნიკა დაუპირისპიროს, იმიტომ რომ ვეტორი არ არის ადამიანი, რომელიც ტექნიკით გამოირჩევა და თან ტექნიკური მებრძოლები ბევრად უფრო ფიზიკურად სუსტები, აი ვიტიკერი ბევრად უფრო სუსტი იყო ფიზიკურად ვეტორთან და ვიცი დაამსხვრია. თუნდაც ადესანია. აი ანუ ადესანია ხო ანეკდოტებს უყვებოდა. ჩმიტავდა და რომას აქვს ის შესაძლებლობა რომ ტექნიკურ ნაწილში აჯობოს ბევრად და ალბათ ამას უნდა მივაზრო. რაღაცა ფუნქციაზე არის მოსაგები ეგ ჩხუბი და გამძლეობით უნდა დაჩაგროს თან. კი ბატონო. რომანი არ იკლებს მაგდენს როგორც ვიცი. რომანი ლაითევრიჩი დაიბადა და იზარდა და მე ზუსტად მახსოვს ჩემთან და გიგა კუხალაშვილთან ინტერვიუში მე და გიგამ უთხარით რომ რომან რა გინდა ლაითევრიჩი დაიკლით ხო და კიო ვაპირებო გითხრა ხა იმას კი არ ვამბობ მე და გიგამ დავაკლებინეთ რომანს თქო მაგრამ ჩვენ რო უთხარით კიო ვაპირებო middleweight-ში ჩამოსვლასო იმიტომ რომ საერთოდ ანუ არა middleweight-ში წვალობს ცოტა ეხა ვაზვიადებ ცოტა წვალობს იმიტომ რომ აი სხვათა შორის ეს ბოლო ჩხუბი მერაბს რო ელაპარაკებოდა არ ეს შეცადა ვიტანჯეო რა მაგრამ თუ ვიტანჯეო იზახდა რომ ვერ დავიკელიო წესიერათო თან რომანი ისეთი გამორჩეული პიროვნება და ადამიანია რა სულ მარტო უყვარს ხო აი გუნდი აი ვიცით მერაბივისთან არის ვიცით გიგაჭიკაძე ვიცით სადაც არის ილია ვიცით რომანი ეგრე არ არის რა ხან ვის უჭირავს ლაპები მაგრამ გუნდს დიდი მნიშვნელობა უდიდესი მნიშვნელობა კი არ ხო უბრალოდ აი ეს რომანი ხან ეს არის ექსტრიმ კულტურაში არის ხოლმე და ხან მოკლედ არა ეს რომით როგორც ყველა ხო ვიცით მერაბი ვიცით სად არის გიგა ვიცით სად არის კი დიდი ხანიქარი ხოლმე და ის ბელარუსი ბიჭი ყავდა ხოლმე ვინც გვერდში ედგა და ეხმარებოდა და უცბად ის იყო სპივაკთანაც ბევრს ვარჯიშო ისა რა ქვია იმას რა ქვია ბიჭო სტრიკლანდის მაკაცის ბაკლი კი არა იმას ამბობ შენ იმავოს რო ეჩხუბოდა და რამის ზოგად მოუხდა რომანის გამო ეს გითხრა ეძმა კაცო ბატონია კურტის რაღაცა ხო რა არა სუბლი უკაცრავად ეხა რო არ მახსენდება მაგრამ მაგ ბიჭთან არის ანუ აი ესე გუნდი ხა მერაბის კუთხე ხო ვიცით ხო სულ და აი ის არის რა კურტის არ ბლეიცი მეორე იყო არა კურტის ბლეიცი ის light heavy კი და heavyweight-ია კრის კარტესი ხო იმისი რა ქვია სტრიკლანდის ძმაკაცი რა და ის არის რა ქვია ეგ იყო ეხა რომანთან ბოლოს და ერთი სიტყვით უნდა რაღაცნაირად ფურცელზეა მოსაგები ეს ჩხუბი ტაქტიკა და საგეგმის შესახედი იმიტომ რომ კაცის 15 წუთი ჯონ ჯოსი ხო იცი რატო არ ჩხუბობს ასპინალთან და ჯონ ჯოსი ეგეთი ის იყო მართლა გავრცელებული რა რომ ჯონ ჯოსის ესე ჩხუბება ბევრ ფირს სწავლობს რა და ამას არა პირველ წუთში ამ ასპინალი რო შეკრიბო 5 წუთი არ გამოდის ერთად ამის ჩხუბის ხო მაგრამ რატომ მიიჩნევენ ჯონ ჯონს ასპინას ატომ მიიჩნევენ ფავორიტად ჯონ ჯონსთან ალბათ ახალგაზრდობა არის ფაქტორი ზომა წონა სისტრაფე ასაკი და თვითონ ჯონ ჯონსის დამოკიდებულება ტიპი პირდაპირ მაგ ჩხუბშიო იმ ხელა ფულს მოვითხოვო რომ მაგ ფულის აღების მერე გინდა წავაგო გინდა მოვიგო და ეგ არ არის ჯონ ჯონსის ნათქვამისით ჯონ ჯონსი გაგიგია ჯონ ჯონსი რომელიც წაგებას განიხილავს საერთოდ ანუ ტიპი არა სერიოზული ეხა მიოჩისთან ჯონ ჯონსი გიო როგორ აი ჯონ ჯონსი იყო შენი აზრით არა ეხა მძიმეში რაც გადავიდა ი ჯონ ჯონსი არა არა მაგის ზონა არა ეთქობა კიდევ ცხოტანზე რაღაც შენელებულია არა ნახდათ არ არის რა არ არის გეთანხმები ანუ ღიპით გამოდის ფაქტი ისიც კორმიეც რომ გადავიდა ხო მოიგო კამალ მაგრამ
მაინც მე და კორმე თითქოს არ იყო მაგისი რა. მე და კორმე ვარ სიმაღლეში ტოლები. მე რო heavyweight წავიდი, არ ვიცი, ზევით უნდა ვიყო რა. რა ის გაცე ხაბმა რო თქვა რომ ჩვეულებრივი კაცი გონია, ხელს რომ მოვკიდებ, მე ხვდები რომ დათვიაო და ხო, კორმიეს სხვათა შორის ძიმეწონაში მარტო მიოჩისთან აქვს წაგებული, მეტი ჩხუბი არ აქვს წაგებული. ძიმეწონაში აბსოლუტური მოგებები ქონდა მიოჩიჩის მეორე ჩხუბამდე და აუ ბარემ მაგაზე გამახსენდა მიოჩიჩის აი ჩხუბში ტაქტიკის ცვლილება მიოჩიჩმა რო ტანში დაუწყო რტყმა აი ეგ რა გამოვაცვალა გვერდები აი იმდენად ეფექტური უცელში რომ მოხვდა და მაკედან დაიწყო მაგის გათიშვა ტაშივით აი რომ გაატარა ერთი მიხვდა თან ტრენერმა უთხრა არა და თითქოს კორმიე ჯობდა ჩაგრა მაგრამ იმან გასაღები უპოვა ეგრე აი მანდიპოვა ზუსტად ფორმანის დაცვით იყო აი ესე ჩხუბებოდა რა ანუ კორმიეს ქონდა რაღაც უბედური დგომი ქონდა არც ესეთი არც ესეთი აი ესე წინ ქონდა ხელები ამ ხელებს უჭერდა მიარტყავდა ჩამოუწევდა მიარტყავდა და ძალიან ზედაგარდი იყო და უცბად წავიდა ტანში წავიდა ეგ ეხა დაწმუნებული ვარ დამუშავებული და შესწავლილი იყო და იქაც პროფესიონალური ეგერთი და მეორეთან იქ ადგილზე იყო ეგ გადაწყვეტილება მიღებული ის კუთხი ეგ ძალიან მაგარი ვიდეოა რო ეუბნება რომ ბიჭო ცარიელი აქო აი ხელს რო დადგებითო ვაფშე ცარიელი აქ ტანშიო და უბერეო ვერც იცავდა ერთი შვიდ დარტყმას უთავს მე ვეღარც გადმოეწყობოდა კორმე ჩამოწია ხელები და გაუტარა ყბაში აი ეგა რთული რომ შეიძლება უფრო მარტივია იპოვო რაღაცა ხრელი და იმის ხრელი ამუშავო ვიდრე გიპოვო ხრელი და ეს ხრელი შეავსო იმიტომ რომ სხვანაირად გაქვს ბრძოლა აწყობილი ის და მე გადმოეწყო და მართლაც მოარტყა მე ყბაში ალექსანდრე თოფურიას მეტოქეზე ვიყავი შეჩვეული რაღაც ჩხუბებს უყურებდი და ჩაიხსნა კაი კაცი არ ვიცი ხო მიზეზები ჩაიხსნა ხო და ახალი ყავს რომელსაც ქვია სიკნესი საკმაოდ ესეთი მხიარული სახელი და გვარით 8 მოგებით და 0 წაგებით ყოჩაღი ბიჭი არის ავსტრალიელია ასევე და ეხა ალექსანდრესთვის კოლბის სიკნესი იქნება თუ კოდი ჰადონი თუ კოკა მახალდიანი თუ რა ქვია იმას ვინც გინდა ის იყოს ავსტრალიაშია ჩხუბი ხო და იქ ეძებენ თავისთავად ხა იქ ჭირდება და ეს ის არის რა ქვია მერაბი ჩადის მე მგონი თუ ჩასულია უკვე მე მგონი ხო იქ არის უკვე ნუ ჩადის ხო ადრეა პრინციპში მაგრამ ხო მოსახმარებლად ჩადის და ეგეც რაღაცა ძალიან დიდი დრამა იყო რომ მერაბი ყოველთვის თქვენს გვერდით არის და თქვენ რატო არ ჩახვედით და მე არ მეუნებოდნენ ილიას გულის ხო კემში არის ალექსანდრე რომელიც ემზადება თუნდა წავიდეს და რა თქმა უნდა უკეთესად ახსოვს ხა ილიას შეეძლო ჩასვლა და დაეზარა და როცა ემზადები ხა იქ ამერიკაში ჩაფრენა თან სახუმარი ხო არ არის ხა ამერიკაში ჩაფრენა ხა მე რო გავათებ სამი დღე საცხოვრო ხარ ფაქტიურად ვიცი რაც არის ეს ყველაფერი და რთული არის სერიოზ ხალხი მაგას აი ეგ რო აი ეს რა ქვია აკლიმატიზაცია რაღაც სიტყვები ესმით რომ ფრაგლება ჩაფრინდი ჩხუბე არ არის ეგ გამომიცდია ჩემ თავზე და მით უმეტეს როცა პროფესია ხა კონტინენტზე ჩადიხარ აღარ იცი და ანუ რა არის იცი რომ ჩადიხარ იქ და ეგრევე რომ ჩხუბობ ან ჭიდაობ და უშვებ ხო ეგ ჯობია ვიდრე ჩახვიდე და ერთი კვირის მერე მით უმეტეს მან დღეღამეც ხო უკვე ფაქტორია ხა მე ამერიკაში ვარ ჩასული და ანუ აკლიმატიზაცია ცოტა რთული არის რა მესამე დღეს ხარ უფრო ცუდად ვიდრე იმ დღეს თუ შენ ჩახვედი და გეძინება და დღე დაიძინე ჩათვალე რომ ღამე თეთრად გაათენებ რა აი ძალიან რთული და ხა ღამე რომ აგერება ერთი კვირა მაინც უნდა რომ დალაგდეს ეს ყველაფერი და ეგ იძახდა რთული არის ძალიან რა მენეჯერმა დამირეკაო და დროზე დაწექი დაიძინეო და ანუ რო ჩავიდა რო იმას დათვლილი ქონდა ხამე ჯობია დაძინება ვიდრე შუშებიო ესე ყველაფერი აფარე დაწექი დაიძინეო რომ იმ გადასულიყო იმის რა ვარია თუ ძინარე კაცი იგვე რა ქვია სანამ სამზარეულოში გავალ 4 ჯერ ურტყავ ვიდაყს რაღაცას თუნდაც ის იდაობა როგორია და ჩხუბი აბუდაბი თქვით ხო ეხა ყატარში მიცხოვრია ყატარშიც რა ეხა მანდ ერთი ჰავა არის რა ერთი გვერდარი და ძალიან რთულია ერთი კვირის მერე ღამე აღარ მეძინა ხოლმე რა ხო და რთულია ეს აკლიმატიზაცია თან მომზადების პერიოდში ხა
რომ ემზადები ხო ერთისთვისაც შეიძლება პრობლემა არა, აი ავსტრალიელისთვის უკვე ფორაა რა. შეროიში ხდები, ხა ჰოლანდიიდან რომ ლონდონში რა ქვია, ამსტერდამიდან რომ ლონდონში ჩადიხარ, კაი, დიდი არაფერი, ხო, აგერა ხარ და არაფერი, მაგრამ იქიდან ესპანეთიდან რომ ავსტრალიაში ჩადიხარ, რა თქმა უნდა. იმიტომაც ალბათ ერთი თვით ადრე ჩავლენიქ და მომზადეთ. მახაჩევიც მახსოვს ორგანოსთან რამდენი თვით ადრე ჩავიდა, რამდენი ხო მთელი დაღესტანი. აი ხაბიბს აქ ნათქვამი მაგერ საინტერესო რაღაცა რომ გეიჯიო რომ 7 დღით ადრე ჩამოვიდავთ რაღაცა 6 წუთი მად მივხვდი რომ მაგ ჭკუს წააგებდაო იმიტომ რომ შეუძლებელია აკლიმატიზაციას ვერ გაივლიდაო და მეორე მაგ დღეების შემდეგ ხო რამდენი დღითაც ადრე ჩავიდა ზუსტად მაგ დღეებში დამეწყო ყველაზე რთული პერიოდი ორგანიზმშიო და ეგო დაიწყებოდა იწყება ეგ რთული პერიოდი კი ბატონო კი კიდევ იყო კაკი რაღაც საინტერესო ამბები MMA-ის სამყაროში შეიქმნა Global Fight League ესეთი სარდოლი ორგანიზაცია და ლიანა ჯოჯოა ზვიად ლაზიშვილი გაერთიანდნენ ამ ორგანიზაციაში ასევე სახელოვანი ადამიანებიც მიემატნენ ტონი ფერგიუსონი დავისვენეთ აქ UFC-ში ვისაც მაგის ცემის ყურება გვაწუხებს გუნდები არის ქალაქებში ნიუ-იორკი ასე შემდეგ და ასე ნიუ-იორკის გუნდში არიან ლიანა და ზიკო და თელი ქულებით და იმ სერალონგოს არჩეული სარაკია ფინიშით გამარჯვება არის 4 ქულა ქულებით გამარჯვება არის 3 ქულა შეიძლება ხარასწორად თქვი მაგრამ გუნდური ფინიში ანუ ხო გუნდური მაინც სხვა სპეციფიკა არის გუნდური საინტერესოა მე მიხარია რომ ლიანა დაუბრუნდა MMA-ს და ესე აქტიურად საინტერესო ამბავი არის წარმატება ქონდა ლიანას ეხა ხო უყურე სხვადასხვა ლიანას ჩუბს კარგი ჩუბი აჩვენა მან და საინტერესო გამიხარდა რომ დაბრუნდა და ეს ეხა ამ ლიგაში სხვა MMA-ში ეხა ძირითადად ქონდა პრობლემები იქ როდესაც აი მაგალითად ქალების MMA-ის ქალ მებრძოლებში დეფიციტი ქონდა საქართველოს და ეხაც არის ეგ დეფიციტი და კარგია რომ ეს ნელა პოპულარიზაციასაც წამოიღებს ეს ამბავი ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადოთ ჩვენს გამომწერებს და ჩვენ სპონსორს For Dealer Auto Imports რომელიც გვეხმარება და გვაძლევს საშუალებას რომ შევქმნათ ეს კონტენტი ყოველკვირეულად და ჩვენ გვინდა რომ ყოველდღიურადაც ვაკეთოთ ეს კონტენტი იმიტომ რომ გვიყვარს MMA-ზე საუბარი ორთაბრძოლებზე საუბარი გიორგი დღეს რო ჩვენთან მოვიდა ეს იყო რაღაც ახალის დასაწყისი და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ გიორგის გვირჩევს ადამიანს რომელიც ჩვენთან მოვა და გიორგი კიდევ ერთხელ გვესტუმრება იმიტომ რომ ხა მე და შენ კი ჭიები ვართ MMA-ის მაგრამ ადამიანი საბრძოლო გამოცდილებით უფრო სხვა ცოდნის მატარებელია და ჩვენ რა თქმა უნდა ამას ძალიან ვაფასებთ. გიო, ძალიან დიდი მადლობა, მართლა რომ მოხვედით და გვითმეთ. პირიქით, მადლობა თქვენ. ძალიან კაი კონტენტია. გიყურებთ. აწი. არა, გიყურებდით. რას ქვია აწი? აწი მithumetes. მადლობა პირიქით თქვენ და ყოველთვის გამიხარდება თქვენი ნახვა და თქვენთან ერთად. ძალიან ხშირად დაგვატიჟებთ ხოლმე. პირობას გაძლევ თუ შენ დრო და ხალისი გექნება აყოლებს. თან MMA-ის და ჭიდაობის ეს ტკბილი ურთიერთობა გვაძლევს ამის საფუძველს. ხა ჩვენც აღნიშნეთ ხო MMA და ჭიდაობა დედამამიშვილები თუ არა ბიძაშვილები მაინც არიან ერთმანეთის და მადლობა მაყურებელს გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე ძალიან გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი. ნახვამდის. დროებით.